გამარჯობა. ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველას გილოცევთ, ვინც ამ დღეს ზეიმობთ. ბომონდის სამყაროში 2025 წლის ყველაზე ხმაურიანი მოვლენა დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის 8 წლიანი ურთიერთობის დასრულება აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ არც ერთს დაუკონკრეტებია დაშორების მიზეზი და ერთმანეთზეც არაფერი უთქვამთ ცუდი. ბრედლი კუპერმა კი ჯიჯი ჰადიდს ხელის თხოვა. 50 წლის მსახიობი და 30 წლის ჰადიდი ქორწილს 2026 წელს გეგმავენ. რუსთავი 2-ის რეალითი შოუში, ჰაუსში, კვირის აუთსაიდერები დაასახელეს. პროექტში დარჩენისთვის ბონდო, ლორენცო და მარიამი იბრძოლებენ. კონფლიქტის გარეშე არც ამ დღის ჩაუვლია. ამჯერად ერთმანეთს ლელუ და მარიამი დაუპირისპირდნენ. რამდენიმე დღის წინ ნუკი კოშკელიშვილი მეორე ვაჟის დედა გახდა. პატარას შიო დაარქვეს. ჩვენ ნუკის ბედნიერ დედობას ვუსურვებთ. აღმოჩნდა, რომ ჭორაობის მოყვარული წყვილები უფრო ბედნიერები არიან. კვლევა კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩაატარეს. დადგინდა, რომ წყვილებს, რომლებიც ხშირად ჭორაობდნენ, ბედნიერების მაღალი დონესთან ერთად ურთიერთობის უკეთესი ხარისხი აქვთ. მერაია ქერი ისტორიაში პირველი შემსრულებელი გახდა, რომელმაც Billboard Hot 100-ის ჩარტის სათავეში 100 კვირა გაატარა. ლიდერის პოზიციას ყველაზე დიდხანს მისი ლეგენდარული სიმღერა All I Want for Christmas is You ინარჩუნებდა. ამ და სხვა ბევრ საინტერესო ამბავს Crime Time-ის გვერდზე წაიკითხავთ. მე კი ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.